და მერე უკვე ჩემი ისე სწავლება უკავშირდება ილიას უნივერსიტეტს, შავი ზღვის უნივერსიტეტს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და ჯიბას. აჰა. ჩვენიერი. და აგრარულ უნივერსიტეტს. ასევე ეს არის Teacher Unfiltered with Nutsa, პოდკასტი, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. დღეს ჩემი სტუმარი არის ინგლისური ენის მასწავლებელი თამუნა ცხვიტავა. ძალიან საინტერესო დიალოგი გვალის, ასე რომ თუ მოგეწონათ ჩვენი პოდკასტი, აუცილებლად დაალაიქეთ და გააზიარეთ. თამუნა, გამარჯობა კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. მადლობა მოსვლისთვის. პირიქით, მადლობა თქვენ. მოდი დავიწყოთ შენი CV-ით, რომელიც მე ვნახე და გავეცანი. და ფაქტიურად თუ ამ CV-ს კარგად გავეცნობით, ნახავთ, რომ მთელი ცხოვრება განათლებაში ხარ, ხო? სინამდვილეში რა გზა იყო განათლებამდე, როგორ მოხვდი განათლებაში, თუ შეგიძლია რომ გითხრა? მე ამას უფრო უწყვეტ გზას დავარქმევდი. ჩაბარებიდან, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ თქვათ გამხდარიყავ ინგლისური ენის მასწავლებელი ან ამ ენის პროფესიონალი მცოდნე. მას შემდეგ მივუყვები ამ გზას, მე უფრო ასე ვიტყოდი და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი წლები დამიგროვდა ამ მომენტისთვის, ეს მაინც არის გზა, რომელიც ჯერ კიდე გასაუდებია და ყველა ახალი შემთხვევა, ყველა ახალი ჯგუფი, ყველა ახალი ბავშვი არის ახალი გამოცდილება და მე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამე ვისწავლე პრაქტიკაში, ცხოვრებაში, ინგლისური ენის სწავლების კუთხით და მე მაინც ამას უწყვეტ გზას ესე მოვიხსენიებ. გეთახმები, მაგრამ ეს იყო გზა, უნივერსიტეტი. მე დავამთავრე თბილისის ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ინგლისური ენის ფილოლოგი გახლავართ, შემდეგ მაგისტრატურა, შემდეგ დოქტორატურა მეთოდიკის მიმართულებით და ესე მოვედით აქამდე. კი ბატონო. მე როგორც ვიცი, სხვადასხვა დროს ყოფილ ხარ მკვლევარი, კოორდინატორი, ხო, ლექტორი და ასე შემდეგ. ამ როლებიდან რომელში გრძნობდი თავს ყველაზე ბუნებრივად? ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ ყველაზე ბუნებრივად, ყველაზე ესე რომ იხარჯები, მაინც არის ურთიერთობა სტუდენტებთან. თავიდან ყოველთვის არის რაღაც ტიპის ღელვა, სანამ პირველად შეხვდები, რაღაცნაირი შინაგანი ღელვა, ესე პირველი შეხვედრა, როდესაც ეს პირველი შეხვედრა შედგება, რაღაცნაირად მერე უკვე მთელი პროცესი არის ძალიან საინტერესო, სემესტრის ბოლომდე ან მერეც გრძელდება ზოგიერთ სტუდენტთან ურთიერთობა, არის ეს რაღაცა მეგობრები, ახალი მეგობრები შეძენის პროცესია. ხანდახან არის ხოლმე რომ ერთი და იგივე სტუდენტს წლობით არის ესე ხო. წლობით ალბათ უფრო ნაკლებად, უფრო ერთი სემესტრი, მერე მეორე სემესტრი, ხო, უფრო ეს. როგორ იტყოდი, მასწავლებლობა უფრო მეცნიერება თუ ხელოვნება? ორივე. ორივე. მე რატომღაც მეცნიერება იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცნაირად უნდა გარდა იმისა, რომ პროფესიული კუთხით უნდა იყო მზად მიაწოდო საჭირო ინფორმაცია, ისე როგორც მისთვის ადვილად აღსაქმელი და გასაგები იქნება. და მეორე ხელოვნება, იმიტომ რომ ფაქტიურად ლექციაზე ყველა ჩვენთაგანი ალბათ რაღაცნაირად ერთხელ მაინც უგრძნია თავის სცენაზე, სადაც გამოდიხარ და აუდიტორიის წინაშე გიწევს ისე მიწოდება მასალის, ისე გაცნობა, რომ ეს მათთვის იყოს საინტერესო, რაც არ არის მარტივი. სხვადასხვა ტიპის ადამიანი, სხვადასხვა აღქმის, სხვადასხვანაირი მიდგომა. ეს მომენტები ყოველთვის არის. კი ბატონო. იყო თუ არა მომენტი შენს კარიერაში, როდესაც განათლების სფეროს დატოვება გინდოდა? დატოვება. მე უფრო ვიტყოდი, როდესაც
ეს კი მაგისტრატურის ან მაგისტრატურა რა მიმართულებით წავსულიყავი, აი იმ მომენტში მქონდა ესეთი ოდნავი გაორება და რაღაცა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე რაღაცა თითქოს მოთხოვნა უფრო ეკონომიკური კუთხით იყო და გადავწყვიტე რომ ამ მიმართულებით წავსულიყავი, მაგრამ მე მგონი დროზე და მალე მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი სფერო და დაუბრუნდი. თუმცა დაასრულე ეს კი, მაგისტრატურა, ხო? კი, ბატონო, დაუბრუნდი. კარგია რომ ეს ახსენე, იმიტომ რომ მინდოდა მეკითხა, რაიმე საერთო მაინც თუ არსებობს კარგ მასწავლებელს და კარგ ეკონომისტს შორის? როგორი კითხვა. კარგ ეკონომისტს შორის. მე ხა არ ვარ ეკონომიკის კუთხით საერთოდ არ მაქვს არც განათლება, არც გამოცდილება და მე მაგალითად რაღაცა ვერ ხედავ თითქოს ამ იმას. თითქოს არა, ხო, ეხლა ამაზე ვიგეთ, ესე გამოკვეთილად არ მიფიქრია. განსხვავებული სფეროები არ არის. ერთი შეხედვით განსხვავებული სფეროები, მაგრამ ეხლა ძალიან სიღრმეებში თუ ჩავედით, შეიძლება აღვევსოთ, ხო? შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება ხო აბსოლუტურად ყველაფერი მაინც რაღაც დოზით ეკონომიკაზე არის დამოკიდებული. ხო, ჩვენ მე ვასწავლი სტუდენტებს, რომლებიც მოგვიანებით ხდებიან ეკონომისტები, იურისტები, ინგლისური ენის ფილოლოგები და ისინი მათ თავიანთი გზა უნდა იპოვონ, ხო, ამ მიმართულებით და რაღაც დოზით ეკონომიკა ალბათ ჩართულია. განსაკუთრებით მე ეს ჩემი ეკონომიკური განათლება თუ ესე შემიძლია ვუწოდო, ძალიან მეხმარება ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან, აი იქ ძალიან სხვათა შორის ძალიან ისეთი პრაქტიკაში ძალიან გაუმადგა. ანუ კი, აღმოვაჩინე სხვადასხვა кейსები, სხვადასხვა განხილვა, რაღაცა სხვა კუთხით ბიზნეს თვალსაზრისით განხილვები ნამდვილად. მოდი გადავიდეთ საკმაოდ საინტერესო თემაზე, ასევე რომელიც ეხება ხოლმე ნიჭს. და ხშირად არის ესეთი დებატები, არის თუ არა ნიჭი ენების მიმართ, თუ არსებობს, თუ ეს მითია. როგორ ფიქრი? კი, ბევრი მიფიქრია სხვათა შორის ამ კითხვაზე. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ადამიანს, ყველა ადამიანს აქვს რაღაც არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცა ნიჭი არ ქონდეს. ალბათ მე მაინც მგონია, რომ ენების მიმართულებითაც არის განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანები, რომლებიც სხვანაირად უღებენ ალხოს. როგორც წესი, ესეთი სტუდენტები ერთზე მეტ ენას ფლობენ, ადვილად ითვისებენ, სმენაც აქ ძალიან გვეხმარება, ხო? თუმცა ეს ახლა ის კი მხოლოდ ნიჭს ვერ დავაბრალებთ ენის კარგად ცოდნას ან არ ცოდნას. აქ არის უფრო მეტი დისციპლინა, შრომა და სურვილი, რომ ენას თუ ეხება ეს კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ეს ნიჭი შეიძლება არ ქონდეს ესეთი გამოკვეთილი, მაგრამ შრომით ყველაფერი მიღწევადია, კი. ჩვენ ხო ვიცით, რომ აი სიმღერაც, ეკვაც, აი განსაკუთრებული ნიჭის ადამიანები განსაკუთრებულად ანათებენ, ესე ვთქვათ, ჩანან. ის არასოდეს არ იკარგება ეს ნიჭი, მაგრამ ის ადამიანი, ვინც ძალიან ბევრს შრომობს, მას აქვს სურვილი და არ იმონდომებული, ასევე მიაღწევს ალბათ თავის მიზნებს, ხო? იქნებ უბრალოდ მეც მიფიქრია ამაზე, ვისაც ესეთი ნიჭი არ აქვს, ან თვლის რომ არ აქვს, უბრალოდ უფრო მარტივად ნებდებიან. კი, ალბათ. უფრო ხო, მე გამიგია, რომ აი მე არ შემიძლია, გრამატიკას ვერ ვიგებ, არ მესმის. ან სიტყვებს ვერ ვიმახსოვრებ საერთოდ. ან ვერ ვიმახსოვრებ სიტყვებს, მაგრამ თუ ჩვენ ესე ინდივიდუალურად ვეცდებით, მაქსიმალურად დავინახოთ მისი რაღაცა რასაც ეს გამოსდის უბრალოდ, გამოსდის, ან მისი ხასიათიდან გამომდინარე მოვეჭიდებით, ესე ვთქვათ და იმ მიმართულებით წავიყვანთ, მე მგონი გრამატიკაში შეიძლება
შეიძლება ძალიან ადვილად გაერკვეს ადამიანი და სიტყვების სწავლაც რაღაცე თუნდაც რაღაც რაღაც არ ვიცი რაღაც სხვანაირად დაალაგო და არ უთხრა რომ აი თქვა ეს სიტყვა ამას ნიშნავს და მხოლოდ აი რაღაც სხვადასხვა ხერხებით აქტივობებით მიიყვანო იქამდე რომ მისთვის ადვილი გაახდეს ან რაღაც მის თვისაინტერესო კუთხით დაანახო ეს ყველაფერი და ამ შემთხვევაში ყოველთვის სარგებლობ ჩემი პატარა შვილის თან ურთიერთობის გამოცდილებით ყოველთვის როცა ვქონდა აი მისთვის არ უყვარს ცხელის დაბანვა თქვათ აი თავიდან განსაკუთრებით რომ თამაშობს არ უნდა რომ მოცდეს რაღაცა აი ეს მომენტი გქონდა და როგორ უნდა ამეხსნა რომ ეს აუცილებელია და ეს რაღაცნაირად მისთვის გასაგებ ენაზე ჯარისკაცების ესაუბრით და ასე შემდეგ როგორ ჭირდება ჯარისკაცებს სუფთა გარემო იმუნიტეტის ჯარისკაცებს და მისთვის ეს ყველაფერი ისეთი მარტივი და გასაგები გახდა რომ ამის მერე ჩვენ პრობლემა აღარ გქონია რა თქმა უნდა ეს ძალიან მარტივი და ესეთი პრიმიტიული მაგალითია მაგრამ კი ამისი გამოყენება ყველას მიმართულებით რაღაცნაირად მე რა ვიცი ესე მგონია კი მეც გეთანხმები ალბათ ერთი კუთხით მათი პერსპექტივა უნდა შევცვალოთ მით უმეტეს თუ ჩვენ გვეხება მასწავლებლებს და მეორე ზუსტად შევთავაზოთ ისეთი რამ რაც მათთვის უფრო გასაგებია. კი, ეხლა უფრო რაღაც ესეთი ძალიან ისე რო არ გამომივიდეს და უფრო რეალურად რო შევხედოთ ამ სურათს რთულია ჯგუფში როცა ყავს 10-15 ბავშვი ესე ინდივიდუალურად მისი ხასიათის გავყევა და ეს ძალიან რთულია. თუმცა მე ვცდილობ რომ მათ ისე მივაწოდო ინფორმაცია რომ დაფიქრდნენ ყოველ შემთხვევაში თუ ამის სურვილი ექნებათ ინდივიდუალურად თვითონ თავის თავში იპოვონ ეს რაღაც ძაფი რომელსაც მოეჭედებიან, აბა მათთვის როგორ საინტერესოა. ეხლა მე საუბარი მაქვს უკვე სტუდენტებზე უნივერსიტეტის რომლებსაც თუ აქვთ ამის სურვილი რომ მათ იპოვონ, არის ყველასა აქ ამის შანსი, შესაძლებლობა რომ საკუთარ თავში გამონახონ მათთვის საინტერესო მიმართულებით და რაღაც რაკურსით და ის მათთვის საინტერესო კუთხიდან რომ შეხედონ ნებისმიერ საკითხს და არ ამგონია რომ ის რაღაცა ესეთი გადაუჭრელი პრობლემა იყოს. გადაუჭრელი. და რახან ეს ვახსენეთ ჯგუფში ამ სხვანაირ სირთულეზე და მიდგომაზე, შენ ხომ ინდივიდუალურადაც ასწავლი, მაგ შემთხვევაში თუ გაგხომე ესეთი ყავს ესეთი სტუდენტები? კი, ინდივიდუალურ სტუდენტებთან, ანუ როდესაც ინდივიდუალურად ვამეცადინებ, მაშინ ბევრად უფრო მარტივია, ხო? ანუ პირადად გაქვს მასთან მუდმივი საათ ყოველ კვირაში რამდენჯერ ხვდები, რამდენიმე საათი ხასიათს იცნობ, განწყობებს ქმნი და აქ უკვე ბევრად მარტივია. და შესთავაზო ის რაც მათთვის უფრო ეფექტურია. მე ანუ შემიძლია ვკითხო, აი ეს მცადოთ, აბა ეს ხო არ გაინტერესებს, აბა ასე ხო არ ჯობია. და სხვადასხვა მეთოდის რამოდენიმე პირველი საცდელი გაკვეთილებიდან უკვე ხვდები როგორ უნდა მიუდგე, ხო? კი. ძალიან რთულია გრამატიკასა და ლექსიკას შორის რომელიმეს არჩევა, მაგრამ მაინც რა უფრო მნიშვნელოვანია. მე მაინც მგონია რომ ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, ვერც ერთს ვერ გამოყოფ. ალბათ რაღაც დონეზე სწავლების, ანუ რაღაც განათლებას რომ მიიღებ რაღაც დონეზე, მე ალბათ უფრო B1 პლუსით გრამატიკა თუ აი ამ დონეზე თუ ხარ, მე უფრო შეიძლება ლექსიკით უფრო დაიტვირთოს ალბათ. ხშირად გამიგია ესეთი თხოვნით მოსულა, ვთქვათ, სტუდენტი, ეცემ მე გრამატიკა არ მიყვარს, ვერ ვიგებ, არ შემიძლია ეს პერფექტი, მე რამდენი წელია ვსწავლობ ყოველთვის ახალ. სექტემბერში სულ ყოველთვის ეს simple present perfect და მოკლედ. და აი არ მინდა გრამატიკა ის სალაპარაკო. სალაპარაკო, კი, აი მეგეც მინდა და მეხსენებინა. ამ დროს ანუ როგორ უხსნი რა ძალიან რთულია, აი როგორ წარმოგვიდგენია ხა ჩვენ ვიზმეტყველოთ მხოლოდ სიტყვებით და არ გამოვიყენოთ გრამატიკა, არ ვიცი, ხო დროები მინიმალურად მეც ხო
არა, იცით რა, მაინც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა დონეზე გინდა შენ ენას ფლობდე, ხო? ჩვენ ხო ვიცით native speaker-ები, რომლებიც ზოგჯერ არ არიან, ანუ იყო დაბადებული რომელიმე ქვეყანაში, არ ნიშნავს ფლობდე იმ ენას აბსოლუტურად კარგად. იგივე ქართული ენა საქართველოში ვერ ვიტყვით, რომ ყველა ეხა მეტყველებთ იდეალურად ქართულად, ხო? არ არის ასე. ზუსტად ასეა ყველა სხვა ენაშიც და native speaker ხშირად ყოფილა ესეთი რომ მე უსწორებ თქვა, ნუ ესეა გრამატიკულად და ეს მეუბნება, ვიცი რა მე მეგობარი მყავს, მომისმენია თქვა ეს კომპიუტერული თამაშებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, იცი რა ესე ამბობენ ამერიკელია. გასაგებია. კი ბატონო, მაგრამ ეს არის ამე თქვა ინგლისური ენის ფილოლოგი ან აი ენასთან აი ესეთი რამდენად მეტი კავშირი აქვს ან ნაკლები ან ზოგადად რა განათლება აქვს ხო? ძალიან კარგი პოინტია. ძალიან ხშირად მეც მეუბნებიან. გამიგია ეს ფილმში მომისმენია უთქვამთ და მე რა იდეაში ხო? მე ვამბობ ხო ჩვენ გააჩნია ისევ რაკურსი გვაქვს, მაგრამ თუ გვინდა რომ სწორად ვისწავლოთ და აკადემიურად სწორად ვისწავლოთ, მოდი ვიცოდეთ ისტორიული ვერსია და მე ის დამახინჯებული და სლენგი მაგის მიხედვით კი ბატონო და ყოველთვის მაგას ვახსენებ, native speaker-ები ძალიან ბევრი შეცდომით საუბრობენ, თუმცა ეს მათთვის ბუნებრივია, იმიტომ რომ თავისი ენაა, ხო? ჩვენ ახლა ესე რომ წავიდეთ და თუნდაც რომელიმე გამოცდის ჩაბარება ვცადოთ, IELTS-ი, TOEFL-ი და FC და სადმე მიიღებენ ამ შეცდომებს, ხომ არ მიიღებენ და თუ ჩვენი მიზანი არის ამ გამოცდებში მაღალი ქულის დაგროვება, შესაბამისად ამ მიმართულებით უნდა გავითარდეთ. კი, თუ ჩვენი მიზანია უბრალოდ რაღაც დონეზე კომუნიკაცია, ალბათ ეს პერფექტების გარეშეც შესაძლებელია, passive voice-ების გარეშეც. და ერთს დავაყოლებ სასაუბრო ინგლისურთან დაკავშირებით. შენ თქვი რომ დონეს გააჩნიაო, ხო? ეხლა თუ არის დავუშვათ B1, შეიძლება უფრო იფიქროს მან სასაუბრო ინგლისურზე, მაგრამ მე პირადად ბოდიში გაწყეთნებთ, უბრალოდ ამ შემთხვევაში მე არც ერთ დონეზე არ გამოვრიცხავ სასაუბროს. აი სუ დაწყებილ დონეზე სასაუბროს გულისხმობ, უბრალოდ აქ საუბარია სად შეიძლება მეტი აქცენტი უკვე გადავიდეს ვოქებზე, ხო, სიტყვებზე. ხო, ეგ მინდოდა მეც სასაუბრო აი სუ დონ აი რაღაცა table და მარტივია კონსტრუქცია. მან უნდა შეძლოს თუ დაჭერდა რომ ისაუბროს ინფორმაცია მიაწოდოს და მიიღოს. არ გამოვრიცხოთ. მე იცი რას ვამბობდი? კი ბატონო, არ გამოვრიცხოთ არც ერთ დონეზე, მაგრამ როგორც წესი, ჩემი გამოსვლებიდან გამომდინარე, უფრო დამწყებები ითხოვენ ამ სასაუბრო ინგლისურს. შეგიმჩნევია ეს ტენდენცია? აი, ბიგინერი ელემენტი, საერთოდ რო არაფერი არ იციან და მე მინდა მარტო სასაუბრო. იმიტომ რომ და მოდით ვთქვათ რა კატეგორიაა ეს ძირითადად არის ადამიანი რომელიც მუშაობს, დასაქმებულია, უამრავი სხვა საზრუნავი აქვს, სამსახური ოჯახი, პირადი ცხოვრება, ხო, უამრავი სხვა საზრუნავია და ის რაღაცნაირად უკვე დაშორებულია იმ ასაკს ან იმ პერიოდს, როდესაც მისი გონება სრულად სწავლაზე იყო ორიენტირებული, ხო? აი მისთვის უკვე მარტივ გზას ასე რომ ხო, ესე ვთქვათ, მოკლე და მარტივი გზა იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს. მისი მიზანია, რომ ისაუბროს. და ანუ ამას ითხოვს მასწავლებლისგან. კი ბატონო, ეს რაღაც ეს შეიძლება იყოს მიზანი, შეიძლება იყოს რაღაც გზებით გამოინახოს ესე ინდივიდუალურად მისთვის მორგებული რაღაც სასწავლო გეგმა, თუმცა შეუძლებელია ამის გაკეთება ერთ ან ორ ან თუნდაც ერთ თვეში ან თუნდაც ერთ წელიწადში. მაშინ ეს იქნება ძალიან გრძელი, ხანგრძლივი პერიოდი. თან როგორც წესი, თუ ასეთია სტუდენტი, ანუ გულისხმობ, თუ მას აქვს ბევრი საქმე, თუ სახში საერთოდ ვერ ენისთვის
დროს გამონახავს ან ვერ გამონახავს გაკვეთილებს შორის, ხო? და რაღაცნაირად 3-4 თვეში შედეგი არ მიიღება, თითქოს იმედგაცრუებულია. აი ზუსტად აქ არ არის мотиваციას კარგავენ, ხო? ენის სწავლას მე ალბათ უფრო შევადარებდი რაღაცა ინსტრუმენტთან მუშაობას ან სპორტსმენების და ყოველთვის ხშირად მომყავს ეს მაგალითი, ანუ რომ თუ ადამიანი არ მუშაობს ყოველდღიურად და ალბათ დამიდასტურებთ თქვენს რომ ჩვენც რო ყოველდღიურად არ ვიმუშაოთ, შედეგი რაღაცნაირად იწევს მერე. ხვევით ხო ესეა. ანუ ეს არის ის სფერო, სადაც ესეთი მე ვისწავლე, დავასრულე, დავხურე და აბა ეხლა მე ყველაფერი ვიცი, ესე არ არის. ეს არის სფერო, ანუ თუ სწავლების პროცესშიც და მერეც მუდმივად არის რაღაც, რაც სულ რაღაცა პროცესში უნდა იყოს, სიახლეა. სხვათა შორის ძალიან კარგი შედარება იყო ინსტრუმენტთან. მე ბავშვობაში პიანინოს უკრავდი და აი მახსოვს რომ მაშინაც მასწავლებელი ყოველთვის ამას მეუბნებოდა რომ ყოველ დღე თუ არ ივარჯიშე და რაღაცა იმ კუთხით მე მგონი ყველა თან ხდება ხოლმე ერთსულოვნად რომ კი თუ გინდა რომ ისწავლო რაღაც ინსტრუმენტი ყოველ დღე უნდა ივარჯიშო და ამ ენებზე რაღაცა ვერ ხდება შეთანხმება. ვერ ხდება შეთანხმება ნამდვილად ასეა. იმიტომ რომ ეს ძალიან თვალსაჩინოა. თუ არ ივარჯიშებ, ნუ არ მოყვება ხელი არ არის ესეთი გაწვრთნელი ან სპორტსმენი არ არის ფორმაში, ჩვენ ხო ვიცით რაღაც პერიოდში ჩავარდნებით რომ ფორმაში არ არის ზუსტად ასე არ არის ფორმაში ჩვენი ისეთი კუნთი რომელიც პასუხისმგებელია ენაზე ალბათ ხო? კი ბატონო. კარგი, იცი რა მითხარი? შენი აზრით სხვა ენაზე საუბრისას, აი თუნდაც ინგლისურად საუბრისას, ადამიანები იცვლებიან? იცით რა, მე ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ ადამიანი აი ესე სხვა ენაზე საუბრიდან გამომდინარე შეიცვალოს, ეს არ არის მხოლოდ ენა, ეს არის იმ ქვეყნის ან იმ ენის ძალიან კარგად შეგრძნება, ხო. ენა ხო არ არის მხოლოდ სიტყვები და მათი მნიშვნელობა, ან მხოლოდ გრამატიკა და მათი მნიშვნელობა. ენა ბევრად უფრო მეტია, ამიტომ არის რომ სტუდენტს ჩვენ ვთხოვთ რომ წაიკითხოს ინგლისურად, ამ შემთხვევაში ინგლისურად, ლიტერატურა, ანუ შეგრძნების დონეზე უნდა განასხვაოს ერთი სიტყვა, რომელსაც უამრავი სინონიმი შეიძლება გქონდეს, სად რამელ კონტექსტში ჩაისვას და ეს არის აბსოლუტურად შეგრძნების დონეზე. რაღაცნაირად, როდესაც ენა ხდება შენი და არ არის ეს მარტო სიტყვები, რომელიც ან გაგახსენდება, ან არ გაგახსენდება, ან სწორი გრამატიკა, ხო? მე ვფიქრობ, რომ თუ ამ დონეზე ფლობთ ენას, მაშინ ის ხდება ჩვენი რაღაცა ნაწილი, ესე ვთქვათ. კი, შვენიერი. თუ გახსენდება რაიმე ცუდი რჩევა, რაც მოგისმენია ან წაგიკითხავს ინგლისურის სწავლაზე, ან ენის სწავლაზე? დავფიქრდე. მე გეტყვი მე რა მახსენდება? ქართულად მიწერილი სიტყვები. კი, ეს არის სერიოზული. არ იმხრობი ალბათ. მე ვიტყოდი, რომ ნახე დანაშაულს ესე ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა იმ დამწყები მოსწავლისთვის, რომელიც ეხლა პირველ ნაბიჯებს დგამს ენის სწავლის თვალსაზრისით, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მე ვფიქრობ, რომ მომავალში ძალიან ცუდად აისახება მის ცოდნაზე, იმიტომ რომ ჩვენ ხო რაღაცას ვიმახსოვრებთ და განსაკუთრებით პატარა ასაკში. აი, სხვათა შორის მინდა ამ თემას შევეხო. ფილოლოგები, რომლებსაც თანაც მაქვს ურთიერთობა, ანუ ინგლისური ენის ფილოლოგები, როცა დაამთავრებენ რომ გახდებია, ყოველთვის მათ ვეუბნები, რომ აი წარმოგიდგენიათ ენა, ინგლისური ენა ისწავლო, უნდა გახდე ფილოლოგი და არ გქონდეს წარმოდგენა ინგლისურ ტრანსკრიფციაზე, ხო? ეს ხომ შეუძლებელია, ხო? ანუ რომელიმე ენა ვისწავლოთ ისე, რომ ამბანი არ ვიცოდეთ. ნუ ალბათ რაღაცა სასაუბროს დონეზე ალბათ შეიძლება
იწება სადღაც თუ მოვხდით რომელიღაც ქვეყანაში ადგილობრივად ვისწავლოთ რაღაც სიტყვები ავითვისოთ მაგრამ ალბათ მიევა ყველა ადამიანი იმამდე რომ იმ მომენტამდე რომ ის ამბანიც უნდა ისწავლოს მაგრამ ну მოკლედ ინგლისური ენა და ქართულად მიწერილი ან ნებისმიერი სხვა ენა და ქართულად მიწერილი ეს ყველაზე ცუდი პრაქტიკაა. კარგი, მოდი აბა რას ვურჩევთ? ეხლა უკვე აღარ არის. რაღაცა იმედი მაქვს არის, ხდება. და ეს zi არტიკლზე ხდება ძალიან ბევრი თუნდაც რა ვიცი სთავაზობენ ამას ალებს ფასიანიც კი არის სპეციალურად იმიტომ რომ ქართულად აქვს მიწერილი და კი არის შეიძლება ისე გავრცელებული არ არის მაგრამ ნამდვილად შემორჩენილი ხო ესე კი შემორჩენილი ამწუხაროდ ხო ეს ნამდვილად ცუდი პრაქტიკაა და აბა რას ვურჩევთ მაშინ როდესაც უჭირს ხო ადამიანს და უნდა რომ დაიმახსოვროს და ვეუბნებით რომ არა ქართულად არ მიუწერო. არა ძალიან მით უმეტეს დღეს უამრავი საშუალება ამის შორს წასვლა არ გჭირდება ყველას გვაქვს ტელეფონი და ბავშვებსაც სხვათა შორის საკმაოდ პატარა ასაკიდან უკვე აქვთ ტელეფონი ინტერნეტთან წვდომა ძალიან მარტივია ხო შეამოწმო კი ბატონო თუნდაც Google-ში ყველაზე სადმე რა ვიცი ხო Google-ი პრინციპში ნებისმიერი კემბრიჯის ანუ სხვადასხვა ლექსიკონები ყველა ხელმისაწვდომია ამ დონეზე რაღაცა არა თუნდაც ყველაზე მარტივი რომ მეკითხებიან აი ლექსიკონი და იქ საიტი და არ მინდა და უბრალოდ Google-ში შედი ჩაწერე და მithumetes დღეს ეს საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს უსმენ და დაიმახსოვრებ ამ შემთხვევაში თვითონ მასწავლებელმაც ძალიან კარგად უნდა იცოდეს უნდა ფლობდეს ტრანსკრიფციებს და სიმბოლოები უნდა იცოდეს მათი სწორი გამოთქმა და განსხვავება რომ დაანახონ ბგერებს შორის ჩვენ ხო ვიცით რომ ქართული და თქვათ ინგლისური ბგერები ესე ზუსტად ერთნაირად არ არის ეს რეალურად გრძელი ეგრეთ წოდებული გრძელი და მოკლე ბგერები სერიოზულ პრობლემას ქმნის ჩვენთვის რატომ იმიტომ რომ ჩვენ ესეთი აღქმა არ გვაქვს ხო ხშირად სტუდენტებთან განსაკუთრებით ფილოლოგებთან იმიტომ რომ ფონეტიკას ვასწავლი ამაზე ხშირად გვისაუბრია და მე ვცდილობ დავანახო ეს საჭიროება რატო არის საჭირო რომ ეს სიღრმისეულად შეხედო და არა ვთქვათ რაღაცა აბზაცი დაისები რომ და ჩააბარო იმიტომ რომ უბრალოდ დავალებაზე თიკი დაგეწერო სან გამოცდა ჩააბარა. ხო, ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამაზე დგას მერე სწორი გამოთქმა, სწორი მეტყველება, სწორი აღქმა. ანუ ესე იგი ფილოლოგებისთვის რა თქმა უნდა უფრო სიღრმისეულად და თუ ისე ვისაუბრებთ, ახლა ალბათ მაშინ მინიმუმ მოსმენა, ხო? აი ამაზე ფილოლოგებისთვის აუცილებლად მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხშირად ჩემ სტუდენტებთანაც მithქვამს, რომ აი წარმოგიდგენიათ თქვენ ექიმი, რომელიც სიცხეს ვერ გაუზომავს პაციენტს, ან წნევას ვერ გაუსინჯავს ან რაღაც. ხო, ან მათემატიკოსი, რომელიც კალკულატორში ჩაიხედავს და რაღაცა 5-ჯერ 7 რამდენია, მეც დავფიქრდე ნახავს, ხო? აი ამ თვალსაზრისით ინგლისური ენის ფილოლოგებისთვის ეს არის აუცილებლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა დანარჩენისთვის ეს ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათ უნდა სწორად აღიქვან სიტყვა და სწორად უნდა წარმოთქვან სიტყვა, თუმცა იმდენია სხვადასხვა საშუალებებია, მათთვის იმ სიტყვის სწორად დაზეპირება, დამახსოვრება და რომ აქ განსხვავება არსებობს, ამის ცოდნაც მე მგონი უკვე არ იქნება ცუდი. ამ დონეზე შესაძლებელია უკვე, ხო? კი ბატონო. რა მაინტერესებს დღესდღეობით როგორ თვლი, ვინაიდან სტუდენტები ახსენე და შენც ძირითადად სტუდენტებთან გაქვს ურთიერთობა, როგორ თვლი, რას ვერ ასწავლის უნივერსიტეტი სტუდენტებს? მე მაინც ვთვლი და მგონია სტუდენტი თუ თვითონ არის მონდომებული, ორგანიზებული, რაღაც ესეთი დისციპლინირებული, მაშინ მისთვის ამ თვალსაზრისით ყველაფერი მიღწევადია. მაგრამ სტუდენტი, რომელიც მოდის აუდიტორიაში, ჯდება იკავებს თავის ადგილს და მე მოვედი ახლა შენ მასწავლე ესეთი პოზიცია და ესეთი განწყობა თუ აქ აი აქ ცოტა ჭირს
ხო, იმიტომ რომ აი ამ საკლასო სივრცის მიღმაც უნდა ეცადოს ის ინფორმაცია მოიძიოს, მოიპოვოს, გადაამოწმოს. ჩვენ ხო ვიცით, რომ სწავლა არის, ანუ განსაკუთრებით ენის სწავლა, ის რომ რაღაც ტექსტს აიკითხავ, იმ კონტექსტში სიტყვა იქ უნდა ისწავლო, ხო? ესე რომ დაგამახსოვრდეს. აბა ხა ესე ავიღებდით ლექსიკონს გადავშლიდით და ეს მოყვებოდით, ვისწავლიდით, მე ბიზე რაც არის. ესე არ ხდება, ეს არის ხო, გამორიცხული, სხვათა შორის ამას მივხვდი კიდე როდის, აი როდესაც კერძო მოსწავლეებთან ესეთი სიტყვის ლექსიკონები გვაქვს, სადაც ვსწავლობთ ყველა ახალ სიტყვას რაც გვხვდება და გადის რაღაც პერიოდი და ვიწყებთ ძველი სიტყვების გამეორებას. იქ კონტექსტი რაღაც სიტყვებში ხო უკვე აღარ გვახსოვს. და იქ ცოტა უჭირთ ხომ გახსენება. ისად იყო ეს როგორ შევხვდა რა კონტექსტში. ხო, ეს მომენტები. და როცა კონტექსტი ახსოვთ, დიდი ალბათობაა რომ სიტყვაც გახსენდება. როცა კონტექსტი ესე ვთქვათ, ნაცნობია იქ, ანუ მაშინათვე უნდა მოხდეს სიტყვის დამახსოვრება. ჩაიწერე სიტყვა და 2-3 კვირის მერე მივუბრუნდი და მე ისწავლე, ის კონტექსტი უკვე რაღაცა ბუნდოვანია, დავიწყებულია და არ არის ეფექტური. კი ბატონო. შენ ასწავლი უკვე რამდენი ხანია უნივერსიტეტებში? ბევრი წელი. ბევრი წელია, კი. თითქმის პრინციპში სწავლება დავიწყე 2005 წლიდან კერძო სკოლაში. მერე ცენტრში, კემბრიჯის One World-ი არის ასეთი, ძალიან კარგი გამოცდილება დავაგროვე ორივე სასწავლო დაწესებულებაში და მერე უკვე ჩემი სწავლება უკავშირდება ილიას უნივერსიტეტს, შავი ზღვის უნივერსიტეტს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და ჯიბას. შვენიერი. რაიმე განსხვავებას თუ ხედავ აი ამ ორ სექტორს შორის მეტნაკლებად? იცით რა, ეხლა ინგლისურიც რაც შეეხება, კი, ამ კუთხით. ინგლისურის თვალსაზრისით ზოგადად ეს მიმართულება ძალიან, როგორ ვთქვათ, აი ყველა ძალიან მონდომებული და მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მისცეს თავის სტუდენტებს. ხო, ესეა, კერძო უნივერსიტეტები კიდევ უფრო ცდილობენ, რომ ეს ბავშვები სხვადასხვა აქტივობით დატვირთონ, სადაც გამოავლენენ თავიანთ ცოდნას, კონფერენციები და ასე შემდეგ. იგივე პრინციპში სახელმწიფო უნივერსიტეტებიც ასევე ალბათ ვერ ვიტყოდი მე. დიდად განსხვავებას მაინც და ჩემი კოლეგებიც, სადაც არ უნდა ვასწავლიდეთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი, ესე ვთქვათ, გაიდლაინი, რითაც ვხერხემლობთ და ის თუ სად ასწავლი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს, როგორ ასწავლი, სადაც არ უნდა ასწავლიდე. კი ბატონო. მაშინ აი სტუდენტებზე ვისაუბროთ ახლა ამ 20 წლის, ну დაახლოებით 15 თქვა 15 წლის განმავლობაში სტუდენტები როგორ შეიცვალენ? კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არიან მოტივირებული და ნაკლებად მოტივირებული, მაგრამ ალბათ არის, ხო? მაინც რაღაც ისეთი ფუნდამენტური. კი, სტუდენტები იცვლებიან ისე როგორც იცვლებით ალბათ ჩვენს, იცვლება გარემო, ჩვენს გარშემო, იცვლება ყველა ის ხელმისაწვდომი საშუალებები ჩვენს გარშემო, ხო? ეს ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა ახლა აქტიურად, ხო? ესეა ჩვენს ცხოვრებაში. ეს რა თქმა უნდა მეტნაკლებ გავლენას ახდენს სტუდენტზეც, მასწავლებელზეც. აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხლა თუნდაც პირველ კურსელები თუ ასწავლი პირველ კურსელებს უფრო მეტად ვსოდნეები არიან ვიდრე 15 წლის წინ ვერ ვიტყვით ესე. ერთადერთი არ ვიცი ეს ჩემი აზრია, არ ვიცი რამდენად დამეთანხმებიან სხვები, მაგრამ მე მაინც თუ ესე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, ადრე თუ რაღაცნაირად მე ესეთი განცდა მქონდა, რომ მეტნაკლებად უმეტესობა იყო საშუალო, ესე რომ საშუალო დონეზე იცის ინგლისური. ვთქვათ, ხო, აი სტუდენტმა რომ შემოდის და ახლა არის ორი რადიკალური კატეგორია და ეს საშუალო დონეზე მცოდნე შედარებით ნაკლებია. ადრე თუ ჩემი აზრია ასეთი, ადრე მე მეჩვენებოდა, რომ ადრე მეტნაკლებად ყველა ერთნაირად საშუალო დონეზე ფლობდა ენას, ახლა მეჩვენება, რომ აი ეს ძალიან განსხვავდება. ან
არ იცის და თითქმის A2 დონიდან უნდა დაიწყო და სასურველია დაიწყო რომ იმან მერე არ გაუჭირდეს ან ძალიან კარგად იცის ან სპიკინგი ძალიან კარგი აქვს მე ისევ აი ამ მოკლედ ხელმისაწვდომობას ბიდან გამომდინარე მგონია იმიტომ რომ ხო ეხლა დღესდღეობით როგორ არის ხო ფილმს უყურებ თუ რაიმე საინტერესო სფეროს ხო ჩაუღრმავდები ყველაფერს ეძებ ინტერნეტით და თითქმის ინგლისურად როგორც ინგლისურად კი და ანუ ის ვისაც რაღაც კონკრეტული განსაკუთრებული ინტერესი აქვს ის მაინც ყოველთვის უფრო სხვანაირად ფლობს ენას თუმცა ხა შეიძლება აურზე მოვიდეს სტუდენტი არ იცოდეს ენა და ნუ რაღაც სხვა ენა იცოდეს გერმანული, ფრანგული ან ნებისმიერი სხვა ეგეც შეიძლება სხვა ენა ისწავლოს სკოლაში და უბრალოდ ჩემი აზრით აი ეს ორი კატეგორია უფრო იკვეთება დღესდღეობით ხო? კი. და აი ეს დარგობრივი ინგლისური მაგალითად რომელ პროფესიებს ჭირდებათ ყველაზე მეტად? დარგობრივი ინგლისური მე ვფიქრობ რომ ყველა პროფესიას ერთნაირად სჭირდება მაგრამ ეხა პრაქტიკიდან გამომდინარე უნივერსიტეტებიც თავაზობთ ამას ხო ბიზნესის ინგლისური გვაქვს გამოკვეთილად legal ანუ იურისტებისთვის სამედიცინო მიმართულებითაც და აი მოთხოვნიდან გამომდინარე უნივერსიტეტები ამას კერძო და სახელმწიფო უზრუნველყოფენ ესე ვთქვათ ამ პროგრამებს კი თუმცა ყველა დანარჩენს ალბათ დარგობრივი ურიგო არ იქნება თუ რო იცოდნენ ხო კი ბატონო შემდეგ მოდი ახლა მე ვიტყვი სხვადასხვა დებულებებს ესე ვთქვათ და შენ მითხარი ეთანხმები თუ არ ეთანხმები და რატო მაგალითად არის ასეთი მოსაზრება რომ ინგლისურის სწავლება გახდა ბიზნესი რამდენად ეთანხმები ამ მოსაზრებას ინგლისურის სწავლება როგორც მასწავლებლისთვის გახდა ბიზნესი კი როგორ არის გახდა ჩვენს გარშემო უამრავი სასწავლო ცენტრები არის გახსნილი კონკურენცია მაღალია კერძო მასწავლებლების რაოდენობაც არ არის მცირე კი შეგვიძლია თქვა უნივერსიტეტის დიპლომი ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე ადრე ვერ ვიტყოდ მე არ მგონია ასე უნივერსიტეტის დიპლომი ნიშნავს რომ ყოველ შემთხვევაში წვდომა მაინც ქონია იმ თემებზე რომელიც აკადემიურ თემებზე რომ აი რაღაცა შეხება მაინც ქონია ხო ესეა რა დონეზე როგორ ეს კიდე სხვა საკითხია მაგრამ ნუ რაღაც წარმოდგენა მაინც გაქვს ასე რომ მე ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანია კი ბატონო ეს ეხა არ ვიცი განსაკუთრებული შემთხვევები შეიძლება იყოს რაღაც განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებისთვის თუმცა როგორც წესი არის მნიშვნელოვანი კი ბატონო AI მასწავლებლებს ვერ ჩაანაცვლებს იცით რა ხშირად მისაუბრია და მქონია საუბრები ამ თემაზე, იმიტომ რომ ამ თემას ჩვენ ესე ვთქვათ ვერ აუგცევთ აუვლით ხო? გვერდს და ლექციასაც ბევრი არის ხოლმე თანამედროვე საკითხები, რომელსაც რაღაც თემატურად ვეხებით და ამაზე გვისაუბრია. მე მგონი ვერ ჩაანაცვლებს. მე ყოველ შემთხვევაში სწავლება არ არის სურვილი რა თქმა უნდა მაქვს რომ ვერ ჩაანაცვლებს მაგრამ სტუდენტებისგანაც იგივე მომისმენია და გამხარებია სიმართლე გითხრათ გულწრფელი რო ვიყო მაგრამ მე მაქვს არგუმენტებიც მოვისმინე რა თქმა უნდა ჩავეძი ამას და მეც ვეთანხმები მათ ამ არგუმენტებში, იმიტომ რომ იყო მასწავლებელი არ არის მხოლოდ მიაწოდო ზეპირი ინფორმაცია
და ეს სწორია, ეს არასწორია ეს სწორია, ეს არასწორია, ან თუნდაც აბეზიანად როგორც ეს ახასიათებს ძალიან თავაზიანია, ძალიან მოგზაურებულია, ძალიან საყვარელია რიგ შემთხვევაში, მაგრამ ის ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც ყალიბდება, ან უნდა ყალიბდებოდეს სტუდენტსა და მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, სხვა კავშირია. მე ესე მგონია, თუ ეს კავშირი და ურთიერთკავშირი არ შედგა, მაშინ იქ არ გამოვა კარგი შედეგი, ეფექტური, ანუ ეს რაღაცა ურთიერთობა, თანამშრომლობა არ გამოვა, იმიტომ რომ სწავლება არის თანამშრომლობის პროცესი. რაც არ უნდა კარგი იყოს მასწავლებელი, თუ მას არ ეხმარება ბავშვი, სტუდენტი ან მოსწავლე და თვითონაც არ არის ჩართული საერთო, ეს არის საერთო შედეგი, ხო? რაც არ უნდა კარგი იყოს მოსწავლე, რაც არ უნდა მონდომებული იყოს, თუ მასწავლებელი არ არის ისეთივე მონდომებული და კარგი და ასე შემდეგ, შედეგი არ დადგება, ან პირიქით. აი ამ საერთო შედეგის მისაღწევად მე ვფიქრობ, ადამიანური ურთიერთობები ამ ეტაპზე ეხეთ და უახლოეს რამოდენიმე წლის განმავლობაში ალბათ დარჩება ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა AI როგორც ესე ვთქვათ, tool იარაღის საშუალება ძალიან გვეხმარება, ესეც ვთქვათ. ორივე მხარეს, ხო, ალბათ. ჩვენ ხო შეგვიძლია მის გამოყენება როგორც ყველაფრის საერთოდ. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ დადებითი სარგებლის მოტანის კუთხითაც, ამაზე ბევრი საუბრები მომისმენია და ვეთანხმები აბსოლუტურად. ან გამოიყენოს ვიღაცამ, თქვათ, არასათანადოდ კარგად, ხო? ანუ ეს არის საშუალება, ეს არის იარაღი, ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება, ძალიან გვეხმარება ჩვენ. თუ ამის სურვილი გვაქვს, რომ უფრო გასაგები, უფრო ხელმისაწვდომი, უფრო ადვილი გავხადოთ სტუდენტისთვის ენის სწავლა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, მე ვფიქრობ, რაღაც პირადი ადამიანური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. კი. და რამდენად გაქვს გამოცდილება AI-ის არასწორად გამოყენების, თუნდაც სტუდენტების მხრიდან, როცა თემებს წერენ ან კი, ეს არის, ნამდვილად არის, ეს არის გამოწვევა სტუდენტისთვისაც და მასწავლებლისთვისაც. სტუდენტისთვისაც დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ მას არჩევანი აქვს დაჯდეს 2 საათი დაუთმოს, თავი იტეხოს რაღაც თემაზე, იფიქროს, გადააკეთოს, დაწეროს, გადააკეთოს, გადმოაკეთოს, მერე ის ამ ხელშრომა მას დაუფასდება, მიიღებს მაღალ ქულას თუ არ მიიღებს და ამასობაში მეორე არჩევანი რამდენიმე რაღაცაური სიტყვა აკრიფოს, თავაზიანოთ თხოვოს AI-ს და მიიღოს გამზადებული, ესე ვთქვათ, მზარეული დავალება. თუმცა ეს არის დიდი გამოწვევა მათთვისაც, მეც რო ვიყო მათ ადგილას. თუნება ხო რაღაც გარკვეული ტიპის კი, იქ რო თქვათ მეგობრები რო სადღაც იკრიბებიან და შენ აქ ორი არჩევანი გაქვს, იქ წახვიდე ან იმუშაო ბევრი, რთულია. უბრალოდ აი ისევ დისციპლინა, ამიტომ ვახსენე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და მასწავლებლებისთვისაც, ხო, იგივეა ჩვენთვის რაღაცა უფრო მარტივად გამოვიდეთ, რაღაც სიტუაციებში დაგეგმვის დროს თუ ასე შემდეგ, მოვიშველიოთ, თუმცა მე არ ვთვლი, რომ AI-ის გამოყენება გაკვეთილი მზადების პროცესში რამენაირად ცუდია, აი მე ისევ მივდივარ იქამდე, რომ გაჩნია როგორ გამოიყენებ, ხო. და აი ამ თემებს, ახლა თუ მოაქვთ მაგალითად AI-ის დაწერილი თემები, კი, ადვილად იგრძნობა. რა თქმა უნდა ხვდები, ხო? ადვილად მარტივად ჯერჯერობით რაღაც სპეციალური აპლიკაციების გარეშე შეიძლება. კი, არის, მაგრამ ისედაც შესაძლებელია. ძალიან ზედმეტად იდეალურია და ძალიან მარტივია. მოგიტანა ძალიან როგორ ვთქვათ, სუპერ დაალაგებული გრამატიკულაცია, ესეთი რომ წაიკითხავ აღრთოვანდები და ერთ-ორ კითხვას სტუდენტის ბექგრაუნდი, ხო? ესეც ვიცი. და ისედაც რომ ცოტა 1-2 კითხვაც რო დასვა, იქ უკვე პასუხი მიღებულია. და მაგ დროს რა შობი ხოლმე, ანუ თხოვ რომ თავიდან დაწერონ მაგალითად თუ იცით რა, აი ეს შემთხვევებში ალბათ უნდა თხოვა. ხო, ანუ იმისთვის რომ ეხა
მე ვცდილობ რომ აუხსნა რომ ეს არ არის გზა განათლების მისაღებად რა ეს არის მარტივი გზა რომელიც არაფრისგან არ მიიყვანს კი დღეს ჩავამბარა დავალებაში თქვათ სიტყვაზე მე დაუწერე ვთქვათ რომ კი ბატონო ჩაბარებულია ეს და მოინიშნა ესე ვთქვათ მაგრამ ეს არ მისცემს იმ ცოდნას რაც მას მეერე ცხოვრებაში პრაქტიკაში გამოადგება ამიტომ ჯერ ვცდილობ ესე ავხსნა ნუ თუ ეს არ არის თუ არ არის შესმენილი შემდეგ ნუ გვიწევს ესე ცოტა უფრო მკაცრი მეთოდების გამოყენება ხო კი დღესდღეობით ამითანხმები არა მარტო AI არამედ სოციმედიაში განსაკუთრებით TikTok-ზე ალბათ და Instagram-ზე გვხვდება უზარმაზარი საგანმანათლებლო კონტენტი რა სიტყოდი TikTok-ს ავიღოთ TikTok-ი შეუძლია ინგლისური სწავლება იმ დონეზე, რადგანაც ის რა დონის ინფორმაციასაც ავრცელებს, ხო. თორე სიღრმისეულად არის. რაღაც სიტყვებს ისწავლის ახლა. ან შეიძლება რომ აითვისოს მაგალითად აითვისოს ვერ ვიტყოდით. რაღაც ისწავლის, რაღაც სიტყვებს ისწავლის, რაღაც კონტექსტში ისწავლის. როგორ ანუ მithumetes ახლა ახალი პატარები ძალიან გადართულები არიან, ხო? ის რა თქმა უნდა რაღაც ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში იღებს და მიიღებს. მახსოვრება ინდივიდუალურია, ახლა ვის რაღაც უფრო მეტად ამახსოვრდების უფრო ნაკლებად რაღაცებს დაიმახსოვრებს ფრაგმენტულად, მაგრამ აი ჩვენ საუბრის დასაწყისში ვქონდა იმაზე საუბარი, რომ როგორ ანუ ენა არ არის მხოლოდ რაღაცის ფრაგმენტულად დამახსოვრება, ენა არის ხდება შენი ნაწილი, გიყვარდება რაღაცნაირად გაქსულული მე ამ ენაზე რაღაცა წაიკითხო, ხო? სხვანაირად აღიქვა, სხვანაირად გაიგო. ამას ვერასოდეს ვერ მისცემს, ის მისცემს ფრაგმენტულ რაღაცა ცოდნას ესე. და აი რაც შეეხება დიფერენციაციას, ახლა დავიჯეროთ, რომ 100% ყველაფრის რაც იპოსტება სწორია, მართალია, გამართულია. ალბათ არა. როგორც ყველაფერი დანარჩენი, ყველა დანარჩენ სფეროში, როგორც იპოსტება უამრავი რამე და ჩვენ ხო ვიცით ეს დაპოსტვა ისევ ბიზნესთან არის კავშირში და ნუ მოკლედ ეს ყველაფერი გასაგებია. აქაც სხვა ინფორმაციიდან სანდო საიმედო ინფორმაციის ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ თუ არ იცის მაგალითად სტუდენტმა როგორ გაარჩიოს ეს სწორი და არასწორი ძალიან რთულია ხო შეიძლება ისეთი რაღაცები დაიმახსოვროს უნებურად რაც არ არის სწორი და აღმოჩნდეს რომ კი რამდენიც გვიდა ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა ესეთი კი ანუ შეხვედრია შენც ესეთი მაგალითები ხო რა თქმა უნდა კი კითხვა ახსენე ეს მქონდა ასევე კითხვა მამის თაობაზე ახალი თაობა სტუდენტები ნაკლებად კითხულობენ ან ისევ ორ კატეგორიას გამოვყოფდი ან არ კითხულობენ საერთოდ ან კითხულობენ და კითხულობენ ძალიან ბევრს მე ესე საინტერესოა რაზე არის დამოკიდებული ნუ ინდივიდუალური რომ არის კი მაგრამ იცით რა გარემო ალბათ გარემო ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს მათზე ინდივიდს არის დამოკიდებული, თუმცა და რა თქმა უნდა პირველი ნაბიჯები ოჯახური გარემოდან მოდის, ანუ თუ მშობელი არის რაღაცნაირად მოტივირებული და არ დააყრის ფარხმალს ბავშვთან აი ამ წიგნის შეყვარების პროცესში და საინტერესოს თავგადასავალს გახდის ამას და ვიდრე ვალდებულებას მაშინ ალბათ უფრო მიიღწევა უფრო შეუყვარდებათ ხო მაინც ინდივიდი თვითონ ბავშვია დამოკიდებული თუმცა აი სად პირველ ეტაპზე სადაც ბავშვი და მშობელია მხოლოდ და არ არის იქ იმდენად ჩართული ესეთ ყოველდღიურ ურთიერთობებში სკოლა მასწავლებელი და ასე შემდეგ იქ ეს პასუხისგებლობა მშობელზე თუმცა არც ეს არ არის მარტივი მშობლისთვისაც ძალიან რთულია სწორად გარემოში ხო როდესაც ეს მობილურიც არის რაღაც სხვადასხვა გასართობებია საშუალებებია იქ წიგნისაც დააჯდეს და სხვანაირად მობილიზებულად უნდა ჩაუყმავდეს დაუკვირდეს მოусმინოს ისევ ამ TikTok-ების და მოკლე ვიდეოებიდან გამომდინარე ეს
თანდათან პრობლემური ხდება ყველა ასაკში და ყველასთან. თუმცა მგონია რომ რაღაცნაირად ესეთი მშობლის მხრიდან ძალისხმევა, დიდი ძალისხმევა საჭირო და მშობლის მაგალითი. უთხრა შენ წაიკითხე და მე ტელეფონში ვათვალიერო რაღაცა მაგალითი უნდა ეფექტური, მივცეთ, ხო? თუ მაგალითს არ მივცემთ, მშობლისთვისაც ესე ხო, მშობლისთვისაც არის ეს დიდი, ესე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, სირთულე, რომელიც არის თუ მიზანს დაისახავს, მე ვფიქრობ, რომ მაინც მიღწევადია რაღაც დონეზე. მეორე მხარეა, ჩვენ, აი მე რო ვიყავი მოსწავლე, მქონდა ხოლმე საზაფხულო სია წასაკითხი წიგნების და მეც მქონდა ხო? საშინლად არ უნდა გამოვიტყდე. აი ძალიან ანუ შენი აზრით ესე არ უნდა იყოს, ხო? სწორად მე მაშინაც ვაპროტესტებდი და სხვა შორის არც მაძლებდნენ არავინ ოჯახში, ანუ ზაფხული იყო გართობისთვის, დასვენებისთვის და არ იყო სასწავლო პროცესი, მაგრამ იწყებოდა ესეა მაინც სასწავლო პროცესი. ესეა მაინც მქონდა. რაღაცა მქონდა, კი. სია ოღონდ აი ხო ეს სკოლის ბოლა, ეს უნდა წაიკითხოთ. ხო, ესეთი სია იყო, თუმცა ხო, აი ზოგადად ზაფხული იქნება ზამთარი თუ წლის რომელი დროც არ უნდა იყოს, მე სიებს არ მივესალმები. უნდა ვთქვა, რომ ინგლისურად იქნება ეს წაკითხული ქართულადაც თუ რა ენაზეც არ უნდა იყოს. მშობელმა მაინც უნდა იმდენი კავშირი უნდა ქონდეს შვილთან, რომ მიხვდეს მისი ინტერესის სფერო რა არის და იმ მიმართულებით შეურჩიოს და თუ მაინც და მაინც უნდა რომ რაღაცები წააკითხოს, რაღაცა იმ მიმართულებით წაიყვანოს იქამდე შედეგამდე, ხო, თორე ეს ლექსები რაღაცა სია ლექსების რომ უნდა დადგებიან და გაუაზრებლად რაღაცას ბავშვები დააზეპირებენ და ამბობენ და მე ავიწყდებათ და რა თქმა უნდა. ესე რა ვიცი, არ მგონია ეფექტური. კი ბატონო. კარგი, გადავედით მაშინ ჩვენ ბლიც სწრაფ კითხვებს, ესე ვთქვათ. მითხარი, ბრიტანული ინგლისური თუ ამერიკული ინგლისური? ჩემთვის ბრიტანული, მაგრამ ზოგადად გააჩნია რა ინტერესი გაქვს, თუ მიზანია სწავლა ამერიკაში, მაშინ თავისთავად ამერიკული. კი. წიგნი თუ YouTube? წიგნი თავისთავად. თუმცა ეხა YouTube-ში რას გულისხმობთ? აი YouTube-ს მაგალითად უნდაც e-book-ები, ელექტრონული მოსმენა, აუდიო წიგნები. რატომაც არა. აი ხო, კი, e-book-ების მომხრე ვარ იმ თვალსაზრისით, ნუ წიგნას ხო წაკითხვა სხვა და გატვირთვა აქვს, მაგრამ აი ტრანსპორტში რო უწევს სტუდენტს 1 საათი ყოფნა, უფრო მოსახერხებელია ხო, რომ მოისმინოს. ხო ესეა. თუ ამის სურვილი ექნება და ნუ რაღაცა სხვა რაღაცის მოსმენის სურვილი თუ არ ექნება. კი ბატონო. რატომაც არა, ხელმისაწვდომობა და პრინციპში კარგია. ისევ იქამდე მივდივართ, თუ გამოიყენებ მიზნის მისაღწევად, ეს მხოლოდ კარგი საშუალებებია. თუ თავის არიდებისთვის გამოიყენებ, იქაც მაშინ არ არის ეფექტური არანაირად, ხო? Zoom-ი თუ Google Meet-ი? იყენებ რომელიმეს? მე Zoom-ს ვიყენებ რეალურად, კი. უფრო მოსახერხებელია თუ აი რა COVID-ის პერიოდში Zoom-იც იყო ძალიან ესეთი ხელმისაწვდომი და ეხლა რო გითხრათ ონლაინ დიდად არ ვარ, ანუ ონლაინ გაკვეთილები ესეთი ამ ეტაპზე არ მაქვს და აი ამ მიმართულებით ესე არა ვარ დაკავებული, რომ სხვა რაღაც უფრო მომეწონა. Zoom-ი კომფორტულია ჩემთვის და ძალიან ხელმისაწვდომი და მარტივი. კი ბატონო. ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ რომ შევაჯამოთ, დისციპლინა თუ მოტივაცია? ორივე. ეცეთა დისციპლინა ვერ იქნება მოტივაციის გარეშე, მოტივაცია აყალიბებს დისციპლინას. ხმა უბრალოდ დისციპლინა ალბათ ჩვენ ადამიანები ვართ, ხა ეს ხო ვერ ვიქნებით, ანუ მე შეიძლება ბევრი რაღაც იმ წუთას იმ მომენტში სულაც არ მეხალისებოდეს, მაგრამ მე მაქვს მოტივაცია და თავს მოვმართავ რაღაცა დისციპლინის, ანუ ვემორჩილები რაღაცა წესებს, რაღაცა დროის. კი ბატონო. და ბოლო, კაცრი მასწავლებელი თუ მეგობრული მასწავლებელი? იცით რა, აუცილებლად მეგობრული. მაგრამ მასწავლებელი არ უნდა იყოს
ვიტყვი ამ სიტყვას ჯიგარი. ოკეი. ხო, ანუ ესეთი მასწავლებელი ანუ მე ვფიქრობ რომ სადაც სტუდენტო იყოს ცოტა იკვეთება მაგ დროს ხო შეიძლება რაღაცას მან სტუდენტმა უნდა ანუ ესე უნდა როგორ გამოგვდის ახლა ეს მეორე თემა მაგრამ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს ჩემი მხრიდან მე ჩემს თავზე ვისაუბრებ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ სტუდენტი იყოს ჩემი მეგობარი მაგრამ ამ მეგობრულ ურთიერთობაშიც აუცილებლად უნდა იყოს ზღვარი მეგობარს ახლა მე რას ვეძახი იცით რომ მას არ უნდა ეშინოდეს შეცნობის დაშვების ის უნდა იყოს აბსოლუტურად გახსნილი კითხვების დასმაში ამას ვეძახი ახლა მეგობრობას მე არ ვეძახი ვაიმე დავალება არ მაქვს და აი კაი არა უშავს აი ამას არ ვეძახი მეგობრობას უბრალოდ მეგობრული დამოკიდებულება სტუდენტის მიმართ სწორად უნდა იყოს აღქმული ზოგჯერ მისი ახმა მისი მეგობარი ის როგორც მისი მეგობარია ხო აი ყველაფერს თქვა აპატიებს არაფერს არ ჩაუდგეს კაიქულას დაუწერს bla 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 ეს არ არის მეგობრობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეს არის მეგობრობაში მე ვთვლი იმას რომ შეუქმნა ის გარემო რომ მან კომფორტულად იგრძნოს თავი ყველა იმ გამოწვევის და სირთულის წინაშე რაც მას სწავლების პროცესში ექმნება ის არ უნდა იყოს დამფრთხალი არ უნდა იყოს შეშინებული მე ესე მგონია მე რომ რამე სწავლობდი ახლა ვისურვებდი ასეთ მოპყრობას სადაც მე რო შემეშლება იქ აუცილებლად დაბალქულას არ დამიწერენ იმიტომ რომ ერთხელ შემეშალდა იმის მერე ვაიმე ახლა შემეშლება თუ არ შემეშლება ხო ანუ ჩვენ ცხოვრებაშიც ხო ესე ვართ აი რაღაცა შეცდომებიდან ვიღებთ გამოცდილებას და ვსწავლობ და ენაში ეს გარდაუვალია კი შენიერი ძალიან დიდი მადლობა ერთი პატარა სიმბოლური სამახსოვროდ ვაიმე ძალიან გამომადგება მთელი მომული ეს კომპაქტურია და ადვილად სატარებელი დიდი მადლობა მე მიყვარს ბლოკნოტები და გიჟდები არასოდეს არ მეზრდება მართლა სულ ბლოკნოტებით მაგავს ყველაფერი ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო ასე დასრულდა ჩვენი პოდკასტი თუ დაგაინტერესათ თუ რაიმე საინტერესო ინფორმაცია მიიღეთ ამ პოდკასტიდან და დარწმუნებული ვარ რომ ასეც მოხდა გააზიარეთ დავლინკეთ თქვენს მეგობრებს ვინც ინგლისურ ენას სწავლობს მასწავლებლებს და შემდეგი პოდკასტი თქვენ შემდეგ ორშაბათს დაიდება დროებით